გააცნოს და ეხლა ის დავალება გაქვს რომ შენ გააცნო ეს ადამიანი. აი აღნიშნე რომ ბოლო პერიოდია მართლაც ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი სიურპრიზებს არ გვაკლებს და ამის ნათელი მაგალითი იყო სხვა შორის მედგალა, სადაც სხვა ვარსკვლავების მსგავსად ილონ მასკი არა მეორე ნახევართან, არამედ დედასთან ერთად მივიდა წვეულებაზე. მეი მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის დედას სხვა გლამურულ ჟურნალების გარეკანებსა თუ ტელეშოუებში ხშირად შეხვდებით, თუმცა დღევანდელი რეალობა, ფული, გავლენა და პოპულარობა სულაც არ გავს მეის სირთულებით და სხვა წინააღმდეგობებით სავსე წარსულს. მინი ტაველიძე მოგვიყვება დეტალებს ამ ქალბატონის შესახებ. რა თქმა უნდა. ილონ მასკმა საზოგადოება ამჯერადაც გააოცა. ის მედგალა 2022-ზე სხვა ვარსკვლავებისაგან განსხვავებით დედასთან ერთად მივიდა. წითელ ხალიჩაზე SpaceX-ის დამფუძნებლისა და მეი მასკის გამოჩენის ამსახველმა ვიდეომ ინტერნეტ სივრცე მალევე მოიცვა. როგორც ამერიკელი ბიზნესმენი ამბობს, მის წარმატებაში დიდი წვლილი სწორედ დედას მიუძღვის. ის შემსწორებაში განსაკუთრებული ადამიანია. ქალი, რომელსაც ასაკი ვერაფერს აკლებს. ამ ფრაზას მეი მასკის დახასიათებისას ყველაზე ხშირად მოისმენთ. დახვეწილი ჩაცმის სტილის, გამორჩეული გარეგნობისა და ბუნებრიობის წყალობით ის უამრავი ქალისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. 74 წლის მეი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია. მას არც თმაში შეპარული ჭაღარის და არც სიბერის არ ეშინია. ხშირად მაჩერებენ ქუჩაში და მეუბნებიან: მეი, როდესაც შენ გიყურებთ, ასაკის აღარ გვეშინია. შენ ჩვენ мотивაციასა და იმედს გვაძლევ. თუმცა სანამ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის დედა გახდებოდა, მეი მასკმა წარმატების საკმაოდ გრძელი და რთული გზა განვლო. 3 წლის იყო, როდესაც მშობლებმა საცხოვრებლად კანადიდან სამხრეთ აფრიკაში გადაიყვანეს. ადგილის შეცვლამ პატარა მეიზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. იქ ცხოვრების პერიოდში ის დიეტოლოგიით დაინტერესდა და განათლება კვებითი მეცნიერების მიმართულებით მიიღო. ეროლ მასკზე 1970 წელს იქორწინა. მათ 3 შვილი, ელონი, კიმბალი და ტოსკა შეეძინათ. თუმცა წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ეროლი ცოლზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ხშირად ძალადობდა. მტკივნეულ გამოცდილებაზე მეი მასკი მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში ალაპარაკდა. განქორწინების შემდეგ სრულიად მარტო ვიყავი. ფინანსურად ძალიან მიჭირდა. არა და ბავშვები ხელებში მიყურებდნენ და საჭმელს ეძებდნენ. მახსოვს ერთხელ ძლივს მოვაგროვე ფული, რომ მათთვის რძე მეყიდა, რომელიც ჩემს შულს შემთხვევით ხელიდან გაუვარდა. მე კი ტირილი დავიწყე, რადგან მეტის ყიდვა მათთვის აღარ შემეძლო. თავი რომ ერჩინა, მეი ბევრს მუშაობდა. საყიდლებზე მეორადი ტასაცმლის მაღაზიაში დადიოდა და ცდილობდა ნაკლები საკვები მიეღო. უამრავი ცხოვრებისეული დაბრკოლების მიუხედავად ის ყოველთვის ახერხებდა. ფეხზე წამომდგარიყო, ახალი მიზანი დაესახა და გაბედულად ემოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირდა, ხელი არასდროს ჩამიქნევია. შვილები ჩემი ცხოვრების მთავარ პრიორიტეტად ვაქციე. ვმუშაობდი იმისთვის, რომ სახლი, საჭმელი და ტანსაცმელი გვქონოდა. ილონ მასკსა და მეის განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. დედაშვილის სიყვარულის საჯაროდ გამოხატვას არასდროს ერიდება და ერთმანეთს სასაცილო შინაარსის პოსტებსაც ხშირად უძღვნიან. მაგალითად, როდესაც კადიროვმა ელონ მასკი ილონად მოიხსენია SpaceX-ის დამფუძნებლის დედამ, მეი მასკმა Twitter-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მისი ვაჟი ქალის ვიზუალით იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ მეი მასკი შულზე არანაკლებ წარმატებულია. მისი სამოდელო კარიერა 50 წელზე მეტ სითვლის და დღემდე გრძელდება. მისი ფოტოები დაბეჭრილია ისეთი ცნობილი გამოცემების გარეკანებზე, როგორიც არის Vogue, Elle, Time და New York. მეი მასკი გადაიღეს Beyoncé-ს ვიდეო რგოლშიც. 2017 წელს კი ის ამერიკული კოსმეტიკური ბრენდის CoverGirl-ის ყველაზე ხანდაზმული მოდელი გახდა. 2019 წელს მან დაწერა წიგნი სახელწოდებით „ქალი ისახავს მიზანს“, რომელიც მალევე იქცა ბესტსელერად. პარალელურად ცნობილი დიეტოლოგის სწორი კვების თემაზე პრეზენტაციებს ხშირად მართავს და ადამიანებს სასარგებლო რჩევებს უზიარებს. მიიღეთ დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით ავოკადო, მირთვით ხორცი, თევზეული და ქათამი. მოიწესრიგეთ ძილის რუტინა და რაც ყველაზე მთავარია, დადებითი განწყობა შეინარჩუნეთ.
მეი არ ითანხმება აზრს, რომ ხანდაზმულ ადამიანებს სოციალური ქსელის გამოყენება უჭირთ. თავად ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ყოველდღე ცდილობს და Instagram-ს აქტიურად მოიხმარს. ნუ მოусმენთ სხვებს და ყოველთვის ისაკეთეთ, რაც ბედნიერებას მოგიტანთ. მეიმას კი გაჩერებას არ აპირებს. მას ღრმად სჯერა იმის, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და ყველაზე ძვირფასი სამკაული, რომელიც ქალს შეუძლია ატაროს თავდაჯერებულობა, ბუნებრიობა და გულწრფელი ღიმილია.